კვლავ მოგესალმებით. ღამე მშვიდობისა, პატივცემულო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. როგორც შეგპირდით და მოველოდებოდით, ბატონ გეგა ხვედელიძე ჩვენ გვერდით არის. გამარჯობა გეგა. მოგესალმებით. მშვიდობას გესურვებთ. გაიხარე. კი ბატონო, ჩვენ გქონდა პირველი ნაწილი გადაცემისა, ზარებიც იყო ჩვენი მსმენელების და მაყურებლების მხრიდან განხორციელებული. არაერთ ტკივილზე და თემატიკაზე გქონდა საუბარი. თუმცა რა დალევს ჩემო კარგო აი იმ პრობლემებს, რის შესახებაც ჩვენ არა მხოლოდ სტუდიაში, არამედ საერთოდ ჩვენი ფიქრის საგანს და ზრუნვის საგანსაც წარმოადგენს ყოველდღიურად. და მე მინდა ერთი რაღაც გავიხსენო და ეხლავე გადმოვიდეს სიტყვით შენთან. ამ ასე ვთქვათ ოცნების პრემიერს, რომელიც ძალიან ბევრ ბჭყალებში მარგალიტს დებს ხოლმე და ეს ძალზედ სამარცხვინოდ აისახება ხოლმე შემდეგ გარდა ცრუპენტელაობისა და ტყუილისა თვითონ ოფიციოზი და მათი თავკაცი ხო მე იურიდიულად ვამბობ თორემ მათი თავკაცის და ბელადიც ვიმბრძანდება ეს ყველამ კარგად ვიცით ასეთ ცინიკურ განცხადებებსაც არ ერიდება რომ რაღაც ბრიფინგი რომ ჩაატარა ჯო უოლსონს არ გააგებინოთო რომ ესო უკვე ხანდაზმულია და მისთვის არ შეიძლება ესეთი რა ხო ეს არის ძალზე დიაფასიანი უინტელექტო ეს იუმორი არ არის ეს არის ძალზედ უხეში და ესეთი საკუთარი თავის მალუსტრირებელი მრავალი კუთხით ცინიზმი და უკან გიბრუნდებათ რა თქმა უნდა ეს თქვენ კი არ დასცინით მათ ისინი დაქცინეთ გადავდგები თუ არა ყავაში ჩაიხედეთ და ესეთი რაღაცები ყავაში ჩაიხედეთ ყავაში ჩახედვასთან დაკავშირებით კაცო ტიბეტელები და კითხავები და ჩხიბავები თქვენ ბელაც რომ ჩამოყავს და კითხავებზეა გადაყოლილი იმის თანა უნდა და მედით და ჩაიხედეთ მერე კაცო გეგა აბა მოშიებული ხარ ვიცი და გისმენთ კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას და მშვიდობას გესურვებთ. ახლა არილევა ამ ქვეყანაში სალაპარაკო და პრობლემები და ჩვენ ყველა მივეჩვიეთ ზოგადად ბევრ ლაპარაკს და ცოტა საქმის კეთებას სამწუხაროდ მთელი ერი ანუ ესეთი სიტუაცია დადგა ქვეყანაში რომ ჩვენ ბევრს საუბრობთ საზოგადოება განსაკუთრებით აი სოციალური ქსელები მაქვს მხედველობაში ორთქლს უშვებთ ენერგიისგან ვიცვლებით და საქმეს ეს ვიწროელით აკეთებს ქვეყნის წინააღმდეგ ქვეყნის აზიანოდ და სახელმწიფოს დამანგრებლად ეს არის აქსიომა აი ამ მოცემულობაში ახლა ჩვენ რასაც ვისმენთ და რასაც უყურებთ ყოველდღიურ რეჟიმში ქართული ოცნების მხრიდან გამოვლენილს არ შემიძლია პირველ რიგში არ მოვიხსენიო ის ფაქტი რომელმაც მე პირადად დიდი სირცხვილის გრძნობა დამაუფლა ბატონი კობახიძის მაგივრად როდესაც ის ბრიფინგს ატარებდა ბიძინა ივანიშვილის ხოტბა დიდებისათვის აი პოლიხრონიონ დავით დათათაშხიას არქიფოსეთურის ესე იგი ბრბოს ეპიზოდი დამიდგა თვალწინ სახად და უალტერნატივოდ იმდენად ესეთი სამარცხვინო იყო ჩემთვის ყოველივე ეს და მე ძალიან მიკვირს უბრალოდ და ჩემთვის წარმოუდგენელია ქართული ოცნების სტატისტიკური რიგითი ამომრჩევლის თვალში ეს როგორ შეიძლება არ იყოს სამარცხვინო სანახაობაზე მართლა გულწრფელად მიკვირს და გულწრფელად ჩემთვის გაუგებარია ანუ არსებობს რაღაცა კრიტერიუმები რითაც ჩვენ ხელისუფლებას ვაფასებთ და არსებობენ ადამიანები მე მესმის საქართველოში გარკვეული პროცენტული რაოდენობა ვისაც გულწრფელად ჯერა და წამს რომ დღეს ალტერნატივო არის ქართული ოცნება თავისი იმ კურსით რითიც პოლიტიკას აწარმოებს საქართველოში გასაგებია ესეც გაუგებარია სიღრმეში თუ ჩავყვებით ჩემთვის იმიტომ რომ მთელი რიგი ფაქტორებიდან და მიზეზებიდან გამომდინარე მაგრამ ნუ დაუშვათ ეს ასეა მაგრამ როდესაც შენ ხედავ ასეთ ბელადომანიას ასეთ წარმოუდგენელ დამოკიდებულებას თან რო იძახი რომ მე კი პრემიერ-მინისტრი ვარო მაგრამ ის წვიტავს ყველაფერსო და ბოლოსო იმისი აზრი იმარჯვებსო ბატონი ბიძინა ეს არის ბატონო ბიძინა ყველა ბრუნვაში რომ ჩამოთვალა ბიძინა ივანიშვილი როგორ შეიძლება ეს დამოკიდებულება და ეს განწყობა ხელისუფლებისადმი უпростоრად ხელისუფლების ჩრდილოვანი მმართველისადმი გააჩნდეს ზოგადად პოლიტიკურ ელიტას და ჯერ ერთი რომ ჩრდილოვანი მმართველი ყავს და ფორმალური მმართველი ყავს რომელსაც ძალაუფლება როგორც მონარქს და იმპერატორს ისე უპყრია საქართველოში ეს ხო უკვე დიდი პრობლემაა ეს არის ეგზისტენციალური პრობლემა ჩემი
ჩემი გადმოსახედიდან, რომ ქვეყანას ამდენი წლებია უკვე უკომპრომისოდ ყოველგვარი უაპელაციოდ ის პიროვნება, რასაც წყვიტავს, ყველაფერი ისე ტარდება და იმ ჭრილში იწარმოება საქართველოში. ანუ არათუ ოფიციოზი ჩვენც კი ადამიანები, რომლებიც რიგითი მოქალაქეები, ასე ვთქვათ, უკვე შევეგუეთ გარკვეულწილად ძირითადი მოსახლეობისა იმ აზრს, რომ ამ კაცის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვერავინ და ვერაფერი ვერ ამარცხებს. ბიძინა ივანიშვილზე მაქვს საუბარი. იმდენად უკვე ამ კაცის, ესე იგი, ყოვლის შემძლეობის მითოლოგია შეიქმნა, რომ ესე იგი თუ ის გადაწყვეტს უკვე აზრიც კი აღარ აქვს წინააღმდეგობას, უკვე მიტინგებსაც აღარ აქვს აზრი, პროტესტს აღარ აქვს აზრი, ლაპარაკს აღარ აქვს აზრი. აი ეს განწყობა არსებობს დღევანდელ საქართველოში. ჩვენ ხო ამას ვხედავთ და ეხლა როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რომ აი დასავლეთი, რომელიც სოდომურ დღის წესრიგს ვიკანონებდა, ვინ იყო რომ გვეუბნებოდა 2013 წლის 17 მაისის გამოსვლისას თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხი ნენელა სოდომიას შეეჩევაო. მე ხო არ მithქვია ეს, მან თქვა და ჩვენ გამოდიოდით, მე პირადად და ჩვენ ყველა და ვებრძოდით ამ ყველაფერს და ამის გამო გვიჭერდნენ და ამის გამო გვდევნიდა სისტემა წლების განმავლობაში. იმის გამო რომ საქართველოში ეს სოდომური ცოდვა არ გავრცელებულიყო და ამის კულტივაცია არ მომხდარიყო. დღეს ისინი ოცნების პროპაგანდისტები იქით გველაპარაკებიან ცინიკური სახეებით. ჯერა უფლება აქვს გურის სულთანიშვილი და ისინი რო ყავთ ჩალვა რამიშვილს, ორი ახალგაზრდა, რომელიც 17 მაისს გარბოდა LGBT ავტობუსით, ყვითელი ავტობუსით იქ რუსთაველიდან, ეხლა გამოდიოდეს და მაღალ მატერიებზე და კონსერვატიულ ღირებულებებზე და რაღაც იმებზე გვესაუბრებოდეს დიდაქტიკური ტონით. ეს ხო ფარისევლობაა და აი ესეთი ფარისეველია დღეს ქართული ოცნება და ქართული ოცნების პოლიტიკა ესეთი ფარისევლურია და ეხლა რაც შეეხება იმ საკითხებს, ეხლა ამ ბოლო დროს აქტუალიზაცია რა კანონმდებლობისაც ხდება და რითაც ცდილობს ქართული ოცნების პოლიტიკური ისტაბლიშმენტი რომ ჩვენი თავისუფალი აზრი და გამოხატვა ჩაახშოს დაწყებული იქიდან რომ სოციალურ ქსელებს გვიკონტროლებენ და რაღაცა ორგანიზაცია ჩამოყალიბდა რომელმაც ჩვენი Facebook კომენტარები უნდა იკითხოს ხო ესეთი წარმოუდგენელი სიტყვის თავისუფლებისადმი მტრული დამოკიდებულება 21 საუკუნის სახელმწიფოში რომელსაც პრეტენზია აქვს ცივილიზებულობასა და დემოკრატიულობაზე და არ ნიშნავს დემოკრატიულობა და ცივილიზებულობა მაინც და მაინც პედერასტიას როგორც უნდათ რომ ის დაგვანახონ ოცნების პროპაგანდისტებმა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ეს წინააღმდეგ შემთხვევაში გეგ არ დავიწყო მოიცა როგორ ფიქრობს საზოგადოება სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, იტალია, მოლდოვა სოდომიას მიეცა. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ხა თუ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი სახელმწიფო, თუ ჩვენ გვინდა თვითგამოხატული მოქალაქე და ეს თვითგამოხატული მოქალაქე რაც ნიშნავს, ანუ თვით რეალიზებული მოქალაქე, წარმატებული მოქალაქე, ისეთი პიროვნება, რომელსაც საკუთარი სამშობლოდან გაქცევა არ ჭირდება, იმისათვის რომ საკუთარ ოჯახს მიხედოს საკუთარი ნიჭი და რესურსები გამოავლინოს, საკუთარი თვითმყოფადობა შეინარჩუნოს, თვითგამოხატვა მოახდინოს, ხო? მატერიალურ პლანში და სულიერ პლანში კიდევ თუ ჩვენ გვინდა რომ მართლა ქრისტიანული და მართლა სულიერებაზე დაფუძნებული სამეფო და ქვეყანა ავაშენოთ ისეთი როგორიც ჩვენ გვწამს და როგორცაც მიველტვით შინაგანად, ხო? და რაც არის ჩვენი ონტოლოგიური მიზანი. არავითარ შემთხვევაში ამ დიქტატურის პირობებში, როდესაც პატარა ვიწრო ჯგუფი მართავს, ვიწრო ფინანსური ელიტა მართავს საქართველოს, ყველა როგორც წურბელა ისია მომჯდარი ქართულ რესურსებს და შენ ყველაფერს გიზღუდავს, ტროტუარზე დგომას გიგრძელავს, Facebook პოსტებს გიკონტროლებს, დაკითხვებზე გიბარებს იმის გამო რომ ეგ კომენტარი რატო დაწერე და არსაიდან მოვლენილი გენერალი მდინარაძე არის ამ ყველაფრის კურატორი და ესე იგი მაკონტროლებელი, ხო? აი ასეთ დონეზე დაყვანილი ქართული სახელმწიფოებრიობა, რომელსაც ისტორიულად უძველესი ფესვები გააჩნია და 3000 წლოვან ისტორიას ითვლის, დღეს არის უბრალოდ სირცხვილი, უბრალოდ ცივილიზაციური კრახი და ფიასკოა ქართული ცივილიზაციისა და სახელმწიფოებრიობისა, იმ დიდი ისტორიისა და კულტურისა, რომელიც ქართველმა თვითმყოფადმა ერმა საუკუნეების განმავლობაში აი ამ მიწაზე, კავკასიის გულში და ცენტრში შექმნა და აშენა, აი ამისი სრული დეკადანსი, სრული კრახი და სრული ფიასკოა ის, რასაც დღეს ჩვენ გვიტარებს ქართული ოცნება და როგორც დღეს ჩვენ გვექცევა ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური ელიტა, ვიწრო კლასი, რომელმაც ნონური ფეოდალური წყობილება ჩამოაყალიბა, უნდა რომ დაამონოს მთელი ქართული ელიტა, მთელი ქართული, ესე იგი, ჯიბეში ჩაისვა, ხო? ისინი, რა ქვია,
კულტურის წარმომადგენლები, ინტელიგენცია, პოლიტელიტა ყველა ამ ერთი კონკრეტული პიროვნების მონად გადააქცია, რომელიც ბატონო ბიძინა, ყველა ბრუნვაში ბატონო ბიძინა და ვინც ამ დისკურსიდანაა გასული და ვინც ამ ბატონ ბიძინათი არ იმაშება, თვით გამოხატვას არ ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის საერთოდ გარიყულია პოლიტიკიდანაც საზოგადოების საერთოდ ჩარეცხილია მიშამ რო ჩარეცხა მას ხენი შეკაზმული უნდა ყავდეს. მას ხენი უნდა ყავდეს შეკაზმული, ხო? როგორც აი მიშამ ჩარეცხა მაშინ თავის დროზე ინტელიგენტები და გამოაცხადა რომ ეხლა ახალი დრო მოვიდაო და ესერი აღარაფრად აღარ ვარგიანო. აი ზუსტად ესე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ამას თავის და თავად ამბობს. ანუ მდუმარედ ღაღადებს და მდუმარედ ქადაგებს ქართული ოცნება რომ თქვენი ადგილი აქ არ არის და პირდაპირაც თქვა რაღა მდუმარედ ბიძინა ივანიშვილმა რომ წადითო საერთოდ საქართველოდანო აქო პერსპექტივა არ აგაქვთ თქვენო. ანუ ქართული ოცნება გვიყენებს აი ასეთ დებულებას, ასეთ მოცემულობას, რომ ან ხარ პოლიტიკური ელიტის მონა, ან ხარ პოლიტიკური ელიტის მსახური, ხარ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის შვიდ ბრუნვაში მამბრუნებელი და მადიდებელი და მაქებარი და ამ შემთხვევაში შენ მის ფრთებქვეშ რაღაცა დონეზე სანამ ის ბელად ინებებს შეგიძლია თვით რეალიზება, მაგრამ თუ ამ დისკურსიდან გახვედი და თუ შენ რაღაცა წინააღმდეგობა გაგაჩნია, ფაქტობრივად შენი ადგილი ამ ქვეყანაში, სადაც შენ დაიბადე და რაც შენი სამშობლო და ისტორიული კუთვნილება, როგორც ქართველისა, აღარ არსებობს. ქართულმა ოცნებამ გითხრა, რომ შენ ზედმეტი ხარ და აქედან უნდა წახვიდე. უბრალოდ აღარ არსებობს შენ როგორც მოქალაქე, თუ არ ემსახურები ამ პოლიტელიტას, ქართული ოცნების პოლიტელიტას და დღეს ეს გამოწვევა გაქვს ჩვენ. თუ არსებობს რაიმე ყველა ეპოქაში, ყველა ისტორიულ ეპოქებში ქართველ ერს უდგა გარკვეული გამოწვევები. ყველა რაღაცა გარკვეული გამოწვევების წინაშე ვიდექით. იყო დრო, როდესაც აი ისლამური ექსპანსიის წინაშე ვიდექით. იყო დრო რაღაცა მაზდიანობის წინაშე ვიდექით. რუსული იმპერიის ფრთებქვეშ მოქცეული საქართველოსგან გამოხსნას ვითხოვდით, რომ რუსეთისგან გამთავისუფლებული ყავით, ხო? ჩვენი ეროვნული მოძრაობა და ილია მართლის მოღვაწეობა და თერგდალეულებისა და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის ბოლოს მოვლენებიც თქვა, მაშინ ეგზისტენციალური იყო რუსეთისგან გამთავისუფლება. ეხლა კი ზახია რუსული რეჟიმიო, რა თქმა უნდა და ისევ ეს არის, მაგრამ ის რომ რუსეთი ოკუპანტია დღეს და ეს რომ რუსეთი საქართველოს ესე იგი ისტორიულად ბოლო საუკუნეების განმავლობაში პირდაპირ მტერი და მოწინააღმდეგეა, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ აი ვიღაცები წერენ ხოლმე კომენტარებში, რომ რუსეთზე ილაპარაკეთ რა რაღაც დროს ეს ლაპარაკებია და რუსეთი ახსენეთ და ესეთი ისინი მოდის ხოლმე რა. ჩვენ რუსეთზე გაცილებით იმაზე მეც და იმაზე სიღრმისეულად ვილაპარაკებთ, ვიდრე თანამედროვე ლიბერალი, ესე იგი რიგითი ადამიანი შეიძლება სტატისტიკური ლიბერალი, ქართველი ლიბერალი რაღაცა საცნობიერებს და იაზრებდეს, ვისაც დღეს უბრალოდ მტრის ხატი და პოპულისტური სასაუბრო თემაა რუსეთი და რუსიფიკაცია და რაშისტი და ეს ტერმინები რომ მოიფიქრეს რა. ისინი ამას პოპულისტურად იყენებენ და ჩვენ სამშობლოს გამოხსნისა და სამშობლოს მსახურებითი მისიიდან გამომდინარე ვლაპარაკობთ. თუნდაც რუსეთის იმპერიაზე, თუნდაც რუსულ იმპერიალიზმზე, თუნდაც იმ პუტინისტურ პოლიტიკაზე თუ რაზეც და გინდა და როგორც გინდათ, საუბარი ჩვენი რუსეთზე და აი კოლექტიურ ლიბერალების და კოლექტიურ ნაციონალური მოძრაობის თუ რაც გინდა დაარქვით, მათი საუბარი აბსოლუტურად დიამეტრულად განსხვავებულია და ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ჩვენ რაღაცას უყურებთ და რაღაცაზე თვალს ხუჭავთ, მაგრამ დღეს მთავარი გამოწვევა არის ფეოდალური, მონათმფლობელური წყობილება, რომელიც ანგრევს და ასამარებს ქართულ ცივილიზაციას, არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ სრულად ცივილიზაციური კრახი წეღანაც ვახსენებთ. ეს მთლიანად ქართული სამყაროსთვის დამღუპელია, ის მოცემულობა, ის შხამიანი მოცემულობა, ის მომწამლელი მოცემულობა სულიერად და ცნობიერად, რაც ქართულმა ოცნებამ საქართველოში დაამკვიდრა და დღეს თუ რაიმეა ქართველი ადამიანის ეროვნული ამოცანა და ეროვნული პრიორიტეტი და მიზანი, სწორედ ის არის, რომ აი ამ მონათმფლობელური, ამ ფეოდალური, აი ამ ქართველი ერის დამმონებელი ფორმაციული წნეხისგან გამთავისუფლდეთ და მოიპოვოთ ჭეშმარიტი თავისუფლება და მაშინ, როდესაც ჩვენ აი ამ მოცემულობიდან მოვიპოვებთ თავისუფლებას, სწორედ მაშინ იმ დიდი იმპერიების მონობის უღელესაც მოვიხსნით მხრებიდან და კიდევ ბევრი სხვა პრობლემაც გადაიჭრება, რის წინაშე დგას ქართველი ერი, მაგრამ დღეს პირველი ჩვენი საბრძოლი არის ქართველმა ერმა დაიბრუნოს საკუთარი სახელმწიფო და ქართველი ერი განთავისუფლდეს, მოიპოვოს ნამდვილი თავისუფლება. და ეს თავისუფლება არის რომ იყოს თავისუფალი. ანუ ჭეშმარიტი სახალხო დემოკრატია, რომელიც ნიშნავს რომ ისეთი ნება ახსულეს, რაც არის ნება ქართველი ერის. კი ბატონო, გეგა, აი რა გამახსენდა, იცი, უბრალოდ საგულისხმო რა არის. რომ დააკვირდები ხო მასშტაბურად.
და ისტორიული რაკურსით, რა თქმა უნდა, ხომ ეს სიბეცია და სიბრიყვია და უინტელექტობა, როცა რაღაც შედეგებს ებრძვი ადამიანი და შედეგით საუბრობ მიზეზებზე, როცა პირიქით უნდა იყოს, ხომ? აი ამ ისტორიულ რაკურსში ერთი რამ საგულისხმო მინდა გავიხსენო. ჩვენ გასაგებია ეს თვითმყოფადი, ასე ვთქვათ, ქრისტესთვის თავდადებული გმირების ქვეყანა ვართ და წმინდანთა ქვეყანა ვართ და დიდება და მადლობა უფალს, მაგრამ იცით, ნამდვილად არაა გასაკვირი, რომ წმინდა ნინო დავარდნილა მუხლებზე და ცხარეცრემლით უტირია, როცა დაინახა, რომ აქ გაც და გაიმს და არმას კიდევ როგორც კერპებს ისე ემსახურებოდნენ ქართველები, უღმერთო ქართველები, არა ნათელღებული ქართველები. აი დიდი წიაღსვლა არ გვინდა თუ რატომ გამოარჩია ჩვენი ერი და საზეპურო და ასე შემდეგ და აქ რატომ დაივანებს ამდენი სიწმინდე, ხომ? რეალურად ჩვენ მერე ესქატოლოგიის კუთხითაც შეგვიძლია წავიდეთ, მაგრამ ამას დიდი ფორმატები სჭირდება, არ გვეყოფა, მაგრამ ეს ყველაფერი საიდანაა მომუშაკებული, ჩემო გეგა, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, უღმერთობიდან, ფარისევლობიდან არ არსებობს ნახევრად სიმართლე, არ არსებობს ნახევრად გაკეთება, არ არსებობს ნახევრად ქრისტიანობა, ნახევრად ქრისტიანობა რა არის, ესე იგი ნელთბილობა, რომელიც იოანეს გამოცხადება, იოანეს სახარებაში, იოანე მახარებლის აპოკალიფსში პირდაპირ წერია, ან ქრილი იყავი, ან ნეტავ ან ცივი ყო, ან ცხელი პირიდან ამოგანთხევოდი, და აი ზუსტად ესა ნელთბილობის სული რა არის ნელთბილობის სული? როდესაც ჩვენ კომპრომისებს ისიც გინდა და ესეც გინდა, აქაც კარგად გინდა, ამასაც გინდა რომ მოერგო და არც ის დაკარგო, ესე არ გამოდის, ეს ქრისტიანობა არ არის. ეს არ არის სამშობლოს სიყვარული, ეს არ არის პატრიოტიზმი, ეს არ არის ქართველობა, ეს არის ფარისევლური დამოკიდებულება და ნელთბილობის სული, რომელიც ღუპავს ჩვენ სამშობლოს. დღეს ქართველებს მართლობს ჭეშმარიტი სიცხოველი, ჭეშმარიტი სიცხელე. სიცხელე იმ ფასეულობების ერთგულებაში და მსახურებაში, რაც ჩვენმა სულკურთხეულმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაგვიბარა. ღმერთის სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულისა და მსახურების მისიის აღსრულება და იდეის მსახურება მართლებს დღეს ქართველს და ეს არ არის ცარიელი ლიტონის სიტყვები და არ არის მხოლოდ ცარიელი პათეტიკა და სადღიგრძელოს ფორმაში წარმოთქმული სიტყვები. არამედ ეს უნდა იყოს ცოცხალი, ეს უნდა იყოს ამ იდეის განვრცობა უნდა მოხდეს ჩვენი ცხოვრების ყოველ ასპექტში და ყოველ მოცემულობაში, თუ ჩვენ გვინდა ჭეშმარიტად ვემსახუროთ მარადიულ ღირებულებებს და ღვთისსათნოყოფა მოვახერხოთ და ამისათვის თუნდაც ის რომ დღეს ჩვენ აი რაც წეგამია ვილაპარაკე, სოციალურ ქსელებს ვერ გავწდით. აი ესეც ჩვენი ნელთბილობის სულის დამოკიდებულება, რომ ადამიანი იხარჯება და რეალობაში არც არაფერს არ აკეთებს და არ იბრძვის იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი მიწვისებული სამშობლო პოლიტიკური ელიტის მიერ, მართველი კლასის მიერ დამონებული ბრბო, დამონებული მასა, რომელიც პოლიქრონიონის მსგავსად ბატონ ბიძინას გაიძახის, დღეს ჩვენ სოციალურ ქსელებში ანთებული ამ რაღაც აღტკინებული კომენტარებით კარდა ვეწინააღმდეგებოდეთ, ღირსეული მამხილებელი სიტყვა უნდა დაუპირისპიროთ მათ და უნდა გამოვიდეთ და უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ბოროტება, ეს არის ქართული სახელმწიფოების დასამარება. ეს არის ანტიქართული ბოლენა და საქართველოს გვეკუთვნის ჩვენ ქართველ ხალხს და ქართველ ერს. და სწორედ აი ამიტომ ეხლა ბექამაც ილაპარაკა წინა გადაცემებში და ჩვენ გქონა ამაზე საუბარი. ხვალ ჩვენ ვიკრიბებით ქართული პატრიოტული ცნობიერებისა და სულიერების მქონე ადამიანებს მოუწოდებთ და ესე იგი 5 საათზე, ხვალ 5 საათზე ჩვენ მოგიწოდებთ ყველას. ჩვენ ახლა ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გვირეკავენ ტელეფონებზე, გვირეკავენ სტუდიაში და ასე შემდეგ და გთხოვენ რომ აი რაღაცა გააკეთეთ, რაღაცა იბრძოლეთ და ახლა ჩვენ მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ ყოველთვის ჩვენი ბრძოლის სტრატეგია არის სახალხო და ნამდვილად სახალხო გვინდა რომ იყოს ჩვენი ბრძოლა. ანუ ჩვენ გვინდა რომ ყველას მოусმინოთ. ყოველგვარი პოპულიზმის, ყოველგვარი პარტიული ქულების დაწერის გარეშე უბრალოდ გვინდა რომ ხალხს მოусმინოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ საბრძოლო სტრატეგია. და გეგა არა მხოლოდ მოусმინოთ. არა მხოლოდ მოусმინოთ, უბრალოდ ვის რა შეგვიძლია. რა პასუხისგებლობას აღება შეგვიძლია ამ საერთო საქმისათვის. ამაზე შევჯერდეთ. ჩვენ ერთმანეთს სულ უსმენთ, პატივცემულები. ასე რომ გამოაცხადოთ ტელეფონის ნომერიც, ხო? ხო, მოგრეთ ხვალ გელოდებით. გამოვნახოთ თუნდაც 1 საათი, უბრალოდ რომ ერთმანეთი გავიცნოთ და ერთმანეთს დაველაპარაკოთ. ვთქვათ რომ ერთად ბრძოლის სურვილი გვაქვს, რომ ერთად გვაქვს მიზანი და ამოცანა იმისა, რომ საქართველოს როგორც მიტაცებული სახელმწიფო დავიბრუნოთ. აი ხვალ 5 საათზე ცაგარელის 74 ნომერში, ეს არის მიცკევიჩის ქუჩის პარალელური ქუჩა, ცაგარელის ქუჩა, ვინც ეს არის საბურთალოზე. აი აქ ცაგარელის 74 ნომერში, ხვალ 5 საათზე, აი ეს სახალხო შეკრება გვაქვს, ყველასთვის ღია და ყველასთვის თავისუფალი და მობრძანდით
და აი რო გვირეკავთ, რო გწერთ. მადლობლები ვართ ყველა განხნევებისთვის, ყველა ნუგეშისათვის, ყველას გულწრფელ მადლობას უხდით და უფალია ჩვენ შორის ქრისტიანს, ჩვენ შორის რომ ჩვენ ერთი საერთოდ დიდი მიზანი გვამოძრავებს და დიდება და მადლობა ღმერთს ამისათვის. მაგრამ საჭიროა რომ ეს მიზანი დასახვა უფრო ცოცხალი და უფრო ქმედითი გავხადოთ. აი სწორედ ამ мотивაციითა და აი ამ განწყობით ჩვენ ხვალ მოგიწოდებთ რომ შევხვდეთ ერთმანეთს და ვილაპარაკოთ. და გავიგოთ რა გსურს, როგორ გსურს და რის გაკეთება გვინდა. ნებისმიერ ასპექტში იქნება ეს საპროტესტო მოძრაობა, იქნება ეს ტელე აქტივობა თუ სხვა და სხვა, როგორ და რანაირად მიგვაჩნია უფრო ნაყოფიერი და უფრო ქმედითი გავხადოთ ჩვენი საბრძოლო სტრატეგია და მუშაობა. აი ამისთვის გვინდა რომ ჩვენ ხალხის აზრი მოვისმინოთ. და ამიტომ მობრძანდით ხვალ საგრელის 74 ნომერში 5 საათზე და ვისაუბროთ დანარჩენზე ყველაფერზე პირადად რა. დიახ და მადლობას გიხდით წინასწარ ვინც აიმითი დაინტერესდებით და ჩვენს გვერდში თანამებრძოლობის სრულს გამოხატავთ. ზარი შემოუშვათ აბა? გისმენთ. გამარჯობა. ალო. დიახ, ბრძანეთ. ეს თესში რა? დიახ ხარ. დიახ. მე მინდა მოგესალმებით. შვიდობას გისურვებთ, აი ხართ, მადლობთ. მე მინდა ობიექტებზე ვინც ეკავს ხალხი რომ ობიექტის ახალგაზრდები არ აყავსო ერთი გეგა და ერთი თორნიკე კივილაძე 2000 ქართულს ახალგაზრდა ჯობია ისეთი ეროვნულები არიან და ესენი კარგები არიან გაიხარეთ უღრმესი მადლობა გენაცვალო შევთავი შენ დედას რენაცვალე ვინ შენ გაგზარდა მადლობა ხალხი უნდა საქართველოს მადლობა მე ჩემ თავზე არ მაქვს დიდი წარმოდგენა მაგრამ რაჭველები ხართ მგონი რაჭველები არა ვართ ჩვენ კვიზი ამბობს კივილაძეზე არა შენზე არა მე რაჭველი არა ვარ რაჭველებს ვენაცვალე და მთელ რაჭას და საქართველოს მე ჩემი ძირი ქართლიდან მოდის მთელი ისტორია თორემ ისე დასავლეთ საქართველოში მაქვს ორი სახლი ასე რომ ვთქვათ მამულშიც და დედულშიც ასე მოკლედ გიპასუხებთ ზარია ეთერში გამარჯობა ანაიდეს დაგვიკავშირდითო გიორგის ურეკავდი და არ გევედი პასუხს ვის ურეკავდით გიორგის ობიექტივზე შეხართ ობიექტივის ეთერში ხართ ახლა და ანაი ქალი მომბობდა მე ემიგრანტებიო ჩამოუდესო იგიო ხალხი ოჯახს არჩენენ და იქ ამძღარია ახლა გიგე მე არ ვიცი თქვენ ვიზე საუბრობთ ახლა ნუ გასაგებია თქვენი პათოსი მაგრამ ვიზე საუბრობთ რომელ გიორგიზე საუბრობთ თუ გასწრებთ ობიექტზე მიყო გიორგი რომელ გიორგი გვარი ხოა გიორგის და გვარი არ მახსოვს ახლა ხო აბა რავი მე და ბექამ როგორ უნდა გაქცეთ კანონა შვადღეზე გამოდიოდა შვადღეზე ხუთის მერე არ ვიცი არა ვერ გეტყვით ნამდვილად გიორგის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ და გიორგიმ რა ბძანა რომელ გიორგიზია რა ბძანა გიორგიმ რა თქვა გაითიშა ხო არ ვიცი ნუ ჩვენ გიორგის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ თან არც ვიცით რომელ გიორგიზე საუბრობთ თუმცა ჩვენ და გიორგის და ამ პოლიტერთობაში ძირითადად ერთი გვაქვს ჩვენ ერთი შინაარსის სასაუბრო რა ტკივილმაც და აზრმაც გაგვაერთიანა იდეამაც გაგვაერთიანა ხო რაც შეეხება ზარია კვლავ მოგზანდით გამარჯობათ მოგესალმებით ფარი ტელევიზიის მაყურებელია ძალიან ხშირი. ძალიან სასიამოვნოა. დამაინტერესებს აი გადაწყვეტილება შემითავი. რა ისე ისოთალი ხალი ყავს. დიახ. ისოთალი ხალი. სოლი არის. გასაგები. ხო და აი ეს მაინტერესებს. არაფერი დახმარება არ მაქვს მე. დიახ. მე ვარ რაჭველი. აბლაულიდან. დიახ. ხო. ღვიარა სოფელი ხო და აი ამაიგრესი თუ შეიძლება და მე ხსნათ ის არაფერი აი დახმარება და რაღაცა ერთი კითხვა მაქვს პატივცემულო არ გახვიდეთ ეთერიდან თქვენ სოციალურ დახმარებას კარგით მეც გეტყვით რაღაცას დიახ მეც გეტყვით რაღაცას თუ შეიძლება და
სოციალურ დახმარებაზე ხომ არ ახართ თქვენ? მომიხსნას. თქვენ სოციალური დახმარება მოგიხსნეს? არა, არაფერი არა, არაფერი დახმარება არა მაქვს. პენსიონერია თქვენი მეუღლე? მეუღლე პენსიონერია და ლოყიდასაც წერს. წესით ერთიანი საერთო სადაზღვევო სისტემა უნდა შეეხოს, მაგრამ კონკრეტულად რა გითხრათ, აი ოჯახის ექიმი თქვენ სოფელში ბრძანდებით? მე ამ წუთში სოფელში ვარ, აჭარში ვარ და ბავშვს დაუდგავებ მეუღლე. დიახ, აი ახლა ამ წუთში ხო? თქვენ ჩვენი გადაცემის ფორმატები იცით შინაარსი. ჩვენ მხოლოდ ამ კერძო შემთხვევიდან გამომდინარე ჯანდაცვის სფეროს კი არ ვაპროტესტებთ, რომელიც არა ჯანსაღად წარიმართება. ასევე ყველა სფეროს და საერთოდ მართლობას, რომელიც ქართული მართლობა არაა, ქრისტიანული მართლობა არაა. კონკრეტულად თქვენს მეუღლეს უფლის შეწევნა თქვენი ჭირიმეთ. ჩვენსაც გეტყვით, რომ ყადაღა არც ჩვენ აქ ცილებია, მარწუხები, წნეხი, კონკრეტულად ობიექტივის ეთერში ალბათ ამჩნევთ, რომ როცა ილიას მიყავს ხოლმე ჩვენს ილია ჩაჩიბაიას პროდიუსერს და საერთოდ ხშირად ტიტრებად არის, რომ უბრალოდ ობიექტივს ამ ტელევიზიას სჭირდება დახმარება. გესმით და თორე დახმარება ამ ერთობის წარმომადგენლებს, კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსის წევრებს, რა თქმა უნდა, არაერთი ჩაუდენიათ, არაერთი მოუხდენიათ. მე შეგახსენებთ პატივცემულებო ყველას, რომ ის ხელფასის ნახევარზე მეტი ყოველთვის ირიცხებოდა ბავშვთა ფონდში, რასაც ირმა ინაშვილი ღებულობდა პარლამენტში, სახლში არ მიქონდა და ძალზედ მრავალი პროექტი, რომელსაც უანგაროდ ეწეოდნენ. დღეს სხვა ვითარებაა ჩვენს თავში. მე არა ვმუშაობ, მე ული ავამწყობს. დიახ. ჩვენ აბსოლუტურად გასაგებია თქვენი გულისტკივილი, თქვენი ზოგადად პრობლემა და გასაჭირი და მთელი აი მითხარით, აი ვისმენბადო სოფელში ვიყავი, არაფერი აი მოუთხარ ბომბა. ანუ ჩვენ გმართავს უსამართლო სახლი მაქვს მოუთხარ. აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები დღეს არ გვაძლევს იმის საშუალებას. ხალხმა იმის მაგივრად, რომ პატრიოტთა ალიანსი აერჩია არჩევნებზე, როდესაც ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვლაპარაკობდით. თქვენს რომ ესე იგი სამსახურს დავკარგავ, ჩემ შვილს გაანთავისუფლებენ, ამას მიზამენ, იმას მიზამენ და მისცეს ქართულ ოცნებას ხმა. და არა პატრიოტთა ალიანსს. ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, ანუ პატრიოტთა ალიანსი რომ იყოს ხელისუფლებაში, მაშინ ადამიანისგან ლეგიტიმური იქნებოდა კითხვა იმისა, აი მე ესეთ დღეში ვარ. დღეს ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენს ხელთ არ არსებობს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ ჩვენ დაგეხმაროთ, ამაშია საქმე. მე არ მაინტერესებს ოცნება, არ მაინტერესებს არაფერი. მე სადაზავ რეკავ, ხო, ის მაინტერესებს, რომ მე ხელი შემიწყოთ, სახლი მეყრევა, მიწავე ჩაუმიღია სახელმწიფოდ, მოწოლილია მიწა, 4 წელიწადია დავდივარ მერიაში, იმაში ყურამღებას არ მახსენებ. რაჭა გამიგრებ, რაჭა მეიყვანებ, რაჭა ესე. პატივცემულო, ერთი წუთი თუ შეიძლება, ერთ წინადადებას გეტყვი. გასაგებია, ვიცით, ერთი წუთი გიგო. ერთი წუთი თუ შეიძლება რა. ერთი წუთით თუ შეიძლება. თქვენი ნომერი ერთი წუთით მე გეტყვით. თქვენი ნომერი აქ დაფიქსირებულია ტექნიკურ ჯგუფში. დაფიქსირებულია და არა, შიში კი არა. აუ, კარგად მომისმინე გენაცვალე. ჩვენ დაგირეკავთ, მე დაგირეკავთ უშუალოდ და დეტალებზე შემდეგ ვისაუბროთ, თუ რამე შეგვეძლება რომ ხელი გამოგიწოდოთ და ამ ფორმატში ეხლა გაუთავებლად ვერ ვისაუბრეთ და რას ქვია შიში კაცო. ამიტომ დაგიკავშირდებით და ნახვამდის და უფალიში გფარავდეთ რა. დაგიკავშირდებით. ხო, ძალიან პრობლემურად ცხოვრობს ადამიანები. გასაგებია, მაგრამ აი ზუსტად ეს მინდოდა ხა ამ ბატონს რასაც მე ველაპარაკებოდი, გასაგებია, მაგრამ ამაშია საქმე. პრობლემები, აი ასეთი პრობლემა, რაც ამ პიროვნებამ ისაუბრა. ჩვენ ქვეყანაში აქ 1000-ობით ადამიანს, მართლაც 1000-ობით ადამიანს, შეიძლება მეცად 10,000-ობით ადამიანს რა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ
თვითონ ქართველიერი არ აკეთებს არაფერს. აი მე მიყვარს პირდაპირ ლაპარაკი. შეიძლება ძალიან არაპოპულისტურია ეს საუბარი, მაგრამ მე გულწრფელად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ასე ვფიქრობ და ასე მჯერა და ესია ჭეშმარიტად ჩემი გადმოსახედიდან. ქართველი ხალხი იმ სისტემას ეგუება, რომელიც ამ დღეში ამყოფებს საქართველოს. ქართველი ხალხი არ იბრძვის იმისთვის, რომ ეს ბოროტის სისტემა, რომელიც ანადგურებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს, ამ სისტემისგან განთავისუფლდეს. დღეს არ აკეთებს ამას. ეშენიათ, როგორ ვახსენო ბიძინა თუ შვიდ ბრუნვაში არატრიალებენ ბიძინას საქებარ სადიდებელს, ყოველ შემთხვევაში ვერს ამხელენ, იმიტომ რომ რაღაცეების ეშინიათ. შიშია დაბუფლებული. მამა გაბრიელ სალოსი ურგებაძე ამბობდა, ანტიქრისტეო უზომო შიშს მოიტანსო დედამიწაზეო და ეს ყველაზე დიდი განსაცდელი ის შიში იქნებაო, რომელიც ადამიანს მაშინ დაეუფლებათო. აი დღეს რაღაცა წინა სახეებს ხედავთ, აი ეს ბოროტი მმართველები წარმოადგენენ იმ პატარ-პატარა ანტიქრისტეებს, რომლებიც აუფლებენ უზარმაზარ შიშს და ამ შიშის ქვეშ აცხოვრებენ ქართველ ხალხს და ჩვენ ამ შიშისგან უნდა გავთავისუფლდეთ პირველ რიგში. და ეხლა უბრალოდ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ სხვანაირად. არაფერი სხვა არ შეგვიძლია, რეალურია გუწევთ. კარგით, ზარია ეთერში მოგბრძანდით. ისმენთ. საღამომშვიდობისა, რომლებო ვასკაცებო, როგორ ბრძანდები? გამარჯობა, მადლობა ღმერთს, თქვენ ხომ კარგი. პავლო, მეწევი რაღაცა წაპან. აი ეხლა ხარ. ვასკაცებო, ერთი სერიოზული შეკითხვა მაქვს, თქვენთან და მერე ტელევიზორიდან მოგიწევთ. დიახ. აი, ეს არის ნამდვილი, რასაც ეხლა მეგეცი. სვიადგანბახუნია მოვიდა ხელისუფლებაში და ქართველიერი დაიწაგრა. ედუარდ შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში, ქართველიერი დაიწაგრა. მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ქართველიერი დაიწაგრა. ბიძინა მოვიდა, ქართველიერი იწაგრება. ეროვნება იწაგრება, სარწმუნოება იწაგრება, სწავლა განათლება იწაგრება, მეცნიერება, სოციალურად დაუცველები არის. გასაგებია. ეხლა გეცდიდე, საბჭოთა კავშირს ყავდა 300 მილიონი მოქალაქე და სოციალურად დაუცველი არ ყავდა. აი საბჭოთა კავშირზე ხალხის კავშირი უკეთესი რაშინა ამ 80 სუძემან საქართველოში აი კაცურად და ვაჟკაცურად მიწარით თქვენებურად მოგიცემ ბიჭები. კი ბატონო, კარგით, მადლობა, მეც გეტყვით და გეგაც გეტყვით, უბრალოდ ერთ-ორ წინადადებას გეტყვით. რაც შეეხება კავშირს, რა თქმა უნდა, მას სოციალური კუთხით და ბევრი მიმართულებით გნებავთ განათლების კუთხითაც, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მარქსიზმ, ლენინიზმი და რაღაც утоპიური აზრები ფიგურირებდა და დომინირებდა, იყო გარკვეულწილად ესეთი პერიოდებიც. გარდა ამისა, იმდენად რეგულაციაში, იმდენად სწორხაზოვანად, იმდენად პასუხისმგებლობით აღჭურვილი იყო განათლების მესვეული, რომ იქ დედაენა იქნებოდა თუ ნებისმიერი აი ის სწავლებანი, რომელიც დღეს აი ამ ვითომ დემოკრატებმა რომ ამოიღეს და ამ დროს კომუნისტებს ჰქონდათ და მრავალი სფერო შემიძლია ჩამოთვალო, ამ მიმართულებით რა თქმა უნდა წინ იყვნენ და ვერ შეადარებთ, მაგრამ საბჭოეთი რამ დაღუპა, ამაზე შემიძლია ორი სიტყვითაც გითხრათ და რამ განაპირობა მისი დაქცევა. ხო, უსიყვარულობა, მუღმერთობა პირველ რიგში და რაც შეეხება იმ კითხვას, რომ აი ზვიადის დროს დავისაჯეთ, შევარდნაძის დროს დავისაჯეთ, სააკაშვილის დროსო და ბიძინას დროსაც ვისჯებითო. პატივცემულო, დასჯა ცოტა მეტაფიზიკური მოვლენაა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. თუ ჩვენ ვისჯებით დამსახურებულად და ძალზედ რბილად ვისჯებით უფლისაგან. უფლის დასჯა განსაკუთრებულად დიდი დასჯა დაგვიფაროს მისგან ეს იწვნიეს სოდომ გომორმაც და ასე შემდეგ. ჩვენ ვისჯებით აი მაგრამ ეს ვისჯებით ჩვენი უღმერთობით რომ ზვიად გამსახურდია გამდევნეთ. შემდეგ შევარდნაძეს დაუჩოქეთ. შემდეგ აი ძალზედ მოკლედ გეტყვით, სააკაშვილი შევიტკბეთ. და მერე სააკაშვილი ზიზღით, ანუ ზიზღით არჩევა არ ამართლებს. ზვიადის ზიზღით შევარდნაძე ჩამოიყვანეს. შევარდნაძის ზიზღით სააკაშვილი აირჩიეს. სააკაშვილის ზიზღით ბიძინა მოიყვანეს. ზიზღით გაკეთებული საქმე ორნაბიჯში ვერ წავა წინ. ზიზღით არა, სიყვარული და სიყვარული ღმერთთანაა კავშირში. სიყვარული სულიერ ხედვასთანაა კავშირში. მისტიციზმთანაა კავშირში და ამით დაწრეტილი ერი
კიდევ კარგია რომ უფრო მეტად არის ჯება. ეგრე არ არის გიგა? ნიკოლოზ სერბი ამბობს, როდესაც ქვეყანაში ადრე რაღაცა იყო ხოლმე გვალვა, შიმშილი, წყალდიდობა, რა ვიცი, უამრავი რამ, რაც ანგრევდა და ანადგურებდა ქვეყანას. მაშინ ადრე ამბობდა ღმერთმა დაგვსაჯავა ხალხიო და ეხლა ამბობენ კრიზისიაო და კრიზისი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საჯელს, რა. ანუ ჩვენ სწორად თუ დავუშვათ ამ პიროვნებამ აბსოლუტურად სწორად თქვა, ჩვენ ვისჯებით, მაგრამ რატომ ვისჯებით? რა არის განმაპირობებელი იმისა, რომ ჩვენ ვისჯებით? სინანული ნინევიის მაგალითი წმინდა წერილში არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეინანა ისრაელის ერმა ნინევიელებმა როგორ შეინანეს და როგორ გადარჩენა და სოდომ გომორის ფაქტი კიდევ ამის საპირისპიროს ვეთქოლებს. იგივეა ბიზანტიის იმპერია. ბიზანტიის იმპერიაში, როდესაც ესე იგი პარლამენტური მოძრაობა აღორძინა, ანუ ერმა და ბერმა იესოს ლოცვა დაიწყო და ეს ნამდვილად არის ესე იგი იესოს ლოცვა, ეს არის ქვაკუთხედი სულიერი ცხოვრებისა, შეიძლება ითქვას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ ერში ხო ლოცვა არა, ჩვენ ხო არ ვართ კარგი მლოცველები, ჩვენ ხო არ ვართ კარგი მონამდვილეები. აი ბიზანტიის იმპერიის მაგალითზე ჩვენ შეგვიძლია თუ ერთი საუკუნით გადაიდო ბიზანტიის იმპერიის დაცემა, როცა ელმა და ბერმა დაიწყო იესოს ლოცვა. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი. ანუ სინანული და ღმერთთან ჩვენი დამოკიდებულების მოწესრიგება ყველაფერ დანარჩენს აგვარებს. სახარებაში წერია ეძიეთ ღვთის სასუფეველი და სიმართლე მისი და ესე ყოველი შეგეძინებათ. ანუ სასუფეველზე კონცენტრაცია, სასუფეველის მიზნების აღსრულება და როგორც წმინდა გაბრიელე ეპისკოპოსი ამბობს, კაცთა შორის ღვთის სასუფეველის გავრცელება არის განმაპირობებელი იმისა, რომ ჩვენ გქონდეს ამ ქვეყნადაც მათ შორის მშვიდობა და კეთილდღეობა. სხვანაირად ეს არ გამოვა. აბა თუ მოასწრებთ ზარია ეთერში მოგზავნით. გამარჯობა. გიმარჯვოთ. უფალი ხარავდეთ და ღმერთი იყოს ჩვენ შორის და დედა ღვთისა ფარავდეთ საქართველოს. იცით რა, ძალიან მენიშნა იმ კაცის ზარით რომ გიპასუხათ, მე არაფერს არ მეშინიო. საკმაოდ დიდი ხანია, 3-4 წელია ჩემ საუბარს ვიწყებ ხოლმე ადამიანებთან ასე რომ იცით რა არიმერინოთ კარგი რამ უნდა გითხრათ. მიმიხდით ხო თქვენ მიხვდებით მე რას ვამბობ. გეგა თქვენი საუბარი არასდროს არ მომწყინდება. მესმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, სიკეთე მოგცეთ. თქვენს ირმას დათოსას თქვენს ბატონ ბეკასაც ახალგაზრდები ხართ ყველანი და თქვენ სიხარულს მომაწვევს ღმერთმა. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ იცით რა ასაკოვნებში უკვე ძალიან ძნელია დედა რომ აი ტროტუარზე არ შეიძლება იქ ადამიანს სიტყვა არ უნდა უთხრა თუ მაინდა-მაინც გინდა სამზარეულოში თქვი თუ სამზარეულოში შეიძლება მეზობელმა დაგასმინოს და საერთოდ ეროვნული ქსელებით მალე ფიქრის კონტროლი მალე კი არა უკვე დაწყებულია მაგრამ ჩვენთან ალბათ მალე ფიქრის კონტროლიც დაიწყება მინდა რომ გაძლიერდეთ და მინდა რომ მართლა ბექას სიტყვებით რომ თქვათ სიყვარულით აშენოთ ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ გაიხარეთ და გადიმარჯვეთ უფალმა. კარგად იყავით. მადლობა ხალბატონო, გაიხარეთ თქვენც და ერთად გავიხაროთ. ჩვენ ერთად უნდა გავიხაროთ, რომ სამშობლო გახარებული იყოს ჩვენი და შვებედნიერი, რა თქმა უნდა. თუმცა საერთო სიხარულამდე ბევრი ლაბირინთული და კეკლიანი გზაა. გასავლელი ლამის თავიდან აქვს ქვეყანას დასაწყები იმ ნიშნულიდან, რომელი ნიშნულიც დაკარგა და რომელი ნიშნულიც მის ჩვენთვის ავთენტური, სისხორცეული, გენეტიკურიც იყო ყოველთვის. წმინდა წერილში წერია, ეხლა საჯაზო ვლაპარაკობდი და ამ კონტექსტში გიტყვი რა, წმინდა წერილში ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი და მას შესურე და შეინანევა რა. ჩვენ თუ გვექნება ერთსულოვნება, ჩვენ თუ გვექნება ცოცხალი რწმენა, ჩვენ თუ ქმედითი რწმენა თვინიერ საქმის ამ მკვდარ არს, ხო? გვასწავლის წმინდა წერილი. ანუ რაში მრინდება ჩვენი საქმე? სიკეთეში, სიყვარულში, ქმედით დამოკიდებულებაში, უფრო ის ამის სიყვარული არავის აქვს რაითა სული თვისი დასვას მეგობართა თვისათვის. წმინდა ფილარეტ მოსკოველი ამბობდა რომ ამ ცნების პირნათლად აღმსვლელი არის ის ადამიანი, ვინც ღმერთსა და სამშობლოს და ეკლესიას ემსახურება და აი ამ სიწმინდეებს იცავსა რა. ჩვენ თუ გვსურს რომ
მართლა გქონდეს საღმრთო შეწევნა, მაშინ ღვთისა და კაცის ნების სინერგიას უნდა ვესწრაფოთ. არ შეიძლება შენ სხვაგან გარბოდე და წეგან მე ნელთბილობაზე ვლაპარაკობდი ბეკასთან ერთად და ერთი ხელი დაშენებდე, მეორეთი ანგრევდე. ესე არ კეთდება, სასუფეველია, ცათა იიძულების. ჩვენ თუ თავისა ძალა არ დავატარეთ, ჩვენ თუ არ გავერთიანდით, ჩვენ თუ კონსოლიდაცია არ მოვახდინეთ მარადიული წმინდა ღირებულებების გარშემო და არ გავხდით დამოწმებელნი იმ ჭეშმარიტებისა, რაც არის ჩვენი ეროვნული ონტოლოგია, ხო, ჩვენი ეროვნული სულიერი იდეის საფუძვლები, ხო, ღვთის სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის საქმით დამოწმებელნი თუ არ დავხდით და არა უბრალოდ სადღეგრძელოების მთქმელები, გინდათ ამ ეთერებში მოლაპარაკენი ან სოციალურ ქსელებში, რომელსაც მალე აგვიკრძალავენ გამომხატველნი, ხო, პოსტებითა და კომენტარებით. ასე არაფერი არ გამოვა. ჩვენ საჭირო ერთმანეთთან პატრიარქმა აი ძალიან კარგად თქვა, მე გამომეცხადა წმინდა ნინო და ხელთ ეპყრა ყოველად წმინდა სამების ხატი. უпростоად გამომეცხადა წმინდა ნინო, რომელსაც ხელთ სამების ხატი ეპყრა და იყო დიდი წარწერა ერთსულოვნებაო და უფალი ჩვენგან ერთსულოვნებას მოითხოვსო. ერთსულოვნება ეს არის ყოველ წმინდა სამებისაებრი ერთსულოვნება, ეს არის საღმრთო მოწოდება ქართველ ერზე, რომ ქართველ მერმა ერთსულოვნებით, ერთი სულითა და ერთი გულით დაამოწმოს ყოველ წმინდა სამება, დაამოწმოს ჭეშმარიტება. ამისთვის არის ქართველიერი მოწოდებული და აი ეს პარტიული დაყოფა დღეს რა არის ყველა პარტია ზოგი კონსერვატორობას იჩემებს, ზოგი ტრადიციონალისტობას, ზოგი ნაციონალისტობას, ზოგი მემარცხენეობას, ზოგი მემარჯვენეობას, ზოგი ლიბერალიზმს, ზოგი ლიბერტარიანიზმს, ხო, და დაიყო და დაიქსახსა მთელი საქართველო და დავთითო კაცდით გავბოროტდი ერთმანეთის მიმართ კონკურენცია, კომპრომატები, დასმენები, ეხა დასმენების კანონი, ეს დასმენების კანონი რა არის, ხო? ეს დასმენების კანონი არის სუფთა ის საბჭოთა მემკვიდრეობა, ის სიბინძურე, რაც ესე იგი ყველაზე ბინძური თვისება ადამიანისთვის არის ჩამშვებობა, მაბეზღარობა, ზოგადად დამსმენი მენტალობის ადამიანი ეს არის არაკაცი. არ შეიძლება ადამიანი იყოს დამსმენი და როდესაც ხელისუფლება შენ გიბიძგებს რომ დამსმენი და ჩამშვები გახდე, ეს ნიშნავს რომ შენ არაკაცობისკენ, უღირსებისკენ მოგიწევს და არ შეიძლება სახელმწიფო მოგიწოდებდეს ადამიანს უღირსობისკენ, ჩამშვებობისკენ, არაკაცობისკენ, გამყიდველობისკენ, ფლიდობისკენ. სახელმწიფო მაღალი იდეალები და ღირებულებები უნდა დანერგოს ერში. და დღეს ეს არ ხდება. ყველაფერი ამისაც წინააღმდეგ ხდება და შედეგიც ამ საპირისპიროდ მიდის ჩვენი ერისა და ქვეყნის და ესეც გაგრძელდება. აი დამსმელი თანაზიარია ცილისწამებელის. თანაზიარია ცილისწამებელისა. აქ არავინ არ მოთარგმნოს რომ ვინმე სასამართლოს წინააღმდეგია ან მართლმსაჯულების საერთოდ მართლმსაჯულება ხამურაბანზე იყო და დანოსების წერაზეა საუბარია ცილისწამებებზე და აქ ულტრირებაზე, გაფორმებებზე და საერთოდ ესაა დასმენა, თორემ ხილება არის მართლმადიდებლური ასე ვთქვათ მადლი ყოველი ქრისტიანისა. რაზედაც იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ სერზე როცა ადამიანს იხილავთ, რომელიც გმობს ღვთისმშობელს და საერთოდ წმინდას და წმინდას, ერთხელ შეაგონე, მეორედ შეაგონე და მერე მესამედ გეუბნება, ეხლა რაც არ უნდა ამ ჭრელებს ცუდად მოეჩეროთ. მერე დაგელოცოს მარჯვენაო გეუბნება. ზარი შემოუშვით უფალ, ასე ვთქვათ, ეთერში. გისმენთ? ვერ შემოვიდა ზარი, არა და ხო და ჩვენ კიდევ ერთხელ გამმეორდები წეგან რაც ვთქვი, რომ ხვალ ვაპირებთ ამ დიდ შეხვედრას. აი ხაც ხალხი გვირეკავს, ყველას რაღაცა გვაწუხებს, ყველას რაღაცა გვტკივავ. ჩვენ გვინდა რომ ვიპოვოთ გამოსავალი, მაგრამ გამოსავალს დიდაქტიკური ტონით ეხლა მე აქ ეთერებიდან მე არ ვაპირებ, რომ ხალხს ვესაუბრო რაღაც თავდაჯერებული პოზიციიდან, რომ აი მოდით და მე მისმენთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ უნდა ძალები გამოვნახოთ, ერთსულოვნება უნდა მოვახერხოთ, ერთმანეთის თანადგომა, ურთიერთსიმძიმის ტვირთვა უნდა შევძლოთ. და ამისთვის მოგიწოდებთ, რომ ხვალ 5 საათზე მობრძანდეთ საგრელი 74 ნომერში და ერთმანეთს შევხვდეთ, გავიცნოთ და ერთად ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის დასაბრუნებლად რა. ჭეშმარიტად, მივიღოთ ზარი. დაუწიეთ თუ შეიძლება. ტელეეკრანის ცოტა მოშორებით ვისაუბროთ თუ შეიძლება, ძალიან ცუდად შემოდის თქვენი ხმა. ბოლომდე ჩაუწიეთ და გაითიშა. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დღეს ბრიუსელში ალბათ ახლა მიმდინარეობს ეს ხდომა. ვიზა ლიბერალიზაციას განიხილავენ და თუ კიდევ ზარს მოასწრებენ, აი ესეთი კითხვა მინდა დაუსვამათ. არის თუ არა პატივცემულებო ვიზა ლიბერალიზაცია სიკეთე და მისი მოსალოდნელი გაუქმება ვისი ბრალეულობა იქნება? თქვენი მოსაზრება თუ შეიძლება ამ კითხვაზე. ზარი ეთერში მოგძანდით. ისმენთ?
მოგესალმებით. ბატონო გამარჯობა. მოგესალმებით. მე ამ ხალხის მიყვის კაცო. მე თვითონ ყოფილი კომუნისტი ვარ. დიახ. და ნუ თუ ვერ აზროვნებენ რა არის ერის თავისუფლება, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ან ადამიანი სადღაც რომ ჩემზე პროფი იყოს. ადრე რომ დარეკა. დიახ. რომ შეადარა ახლა ზვია და შევარდნაძე და ასე შემდეგ ესე. დიახ. ჩვენ ჭირდება პატრიოტი ადამიანების მოყვანა, პატრიოტი. ეს არ უნდა იყოს ამბავს, ხელისუფლებას უნდა იყოს ადამიანები, რომლებიც თკივად ერის ადგილარი. ქვეყნის ადგილარის თკივად და გზას მისცემენ სიმართლისაკენ, განავითარებენ მეცნიერებას. მისცემენ ახალგაზრდობას სწორ გზას. რომ რეკავენ ახალგაზრდებმა გარეკონდა აქტიურობენ. ახალგაზრდებს ვენაცვალები, მაგრამ მათ როგორი განათლება მისცეს ახალგაზრდებს? ანდა მათ აქვთ გამოცდილება სამისო, რომ სახელმწიფოებრივად იაზრებონ. ისინი ხომ ჯერ ჭაბუკები არიან და ასეთი მიდგომა, ასეთი პოლიტიკური მართვა, ასე რომ თქვა. კი ბატონო. მადლობთ ყურადღებისთვის. გაიხარეთ, დიდი მადლობა. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, მაგრამ ახალგაზრდების ნაწილში გეტყვით, ვიცი, გეგა, შენც დამეთანხმები, რომ ჩვენ გვყავს, რა თქმა უნდა, კიდევ კარგი ახალგაზრდობა. კიდევ კარგი მომავალი თაობა. ის რა ექსპერიმენტებიც, რა შიდა დაუდევრობებით და ღალატითაც ჩვენი განათლების სისტემა მოისპო და ჩვენ თვითონ ჩვენივე ხელებით გავანადგურეთ, ჩვენ რა თქმა უნდა გაუნათლებელი არ იბადება არავინ და არც განათლებული. ასე რომ ბრალეულობა ჩვენს თავშიც ვეძიოთ ყველა თითოეულმა ჩვენთაგანმა და ჩვენზე უფროსმა თაობამაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამადლობელზე მეტი რა გვეთქმის ჩვენს მშობლებზე. ასე რომ ჩვენ უნიჭიერესი თაობა გვყავს და ამ ნიჭიერებას უნდა მიეცეს, რა თქმა უნდა, კალაპოტი და აქაც დიდი ზურგი და დიდი გვერდში დგომა ჩვენზე, დიდი პასუხისმგებლობა უფროსებზე. ჩვენ ახალგაზრდობის გარეშე არც ერთი საქმის გაკეთებას არ ვაპირებთ. ოღონდ მათ მეხამრიდათ, მათ წინარიგებში მხოლოდ ჩვენი თავი წარმოგვიდგენია, დიახ. აი ამ კუთხით, რადგან გზა გაუკვლიოთ და იმ ნაკვალევში შემდეგ ღირსეულად ჩადგნენ. ამიტომ თქვი ძალზედ წუხილით, რომ ის ნიშნული და ის ღირსება, ის ღირსეული ადგილი, ის პედესტალი, რაზეც საქართველო, მისი ეთნოსი, დღი დასაბამიდან ალბათ დღემდე ამ უბედურ ვითარებამდე და გარემომდე იდგა, აი ის ნიშნულია სწორედაც დაკარგული და ეს წონასწორობაა დაკარგული, წონასწორობა. ჩვენ 3 წუთი დაგვჭა, ჩემო გეგა და იმართე შენც და მე მეც დავემშვიდობები ჩვენ საზოგადოებას. ახალგაზრდა, ძველგაზრდა და ზოგადად ადამიანის მთავარი მისია, არსი, ამოცანა უნდა იყოს ღვთისკენ სწრაფა, ღვთის წიაღში დამკვიდრება და ჩვენი ახალგაზრდები დღეს ყავს უამრავი ღირსეული ახალგაზრდა, განათლებული ახალგაზრდა, მათ შორის ეკლესიური ახალგაზრდა, მაგრამ მთავარი ღერძის გარშემო სულიერი გაერთიანება ჩვენს ერში არ არსებობს. ანუ ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ჩვენ არ ვართ ერთსულოვანი მთავარი ფასეულობების გარშემო. დაგსაქსულია დღეს ქართული სახელმწიფო, დაგსაქსულია ქართველი ერი, დაგსაქსულია ახალგაზრდაც და მოხუციც. ყველა დაგსაქსულია, ყველა დანაწილებულია პარტიულად, საზოგადოებრივად, ფინანსურად, კლასობრივად, როგორც გინდათ აიღეთ. ეს არის დაყოფილი, დანაწევრებული, ურთიერთდაპირისპირებული ერი. ეს პატარა ერი, აი ასეა დაშლილი და ასეა დანაწევრებული. ეს არის ჩვენი ეგზისტენციალური საფრთხე და კრიზისი. ეს არის ჩვენი კრახი. ეს არის ჩვენი ფიასკო, ეს არის ჩვენი აღსასრულის წინაპირობა. თუ ესე გავაგრძელებთ. ჯვარი გწერია. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ უნდა მოიპოვოთ დიდი ქართული ერთსულოვნება. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთსულოვნებით. გისმინოს უფალმა, დიდი მადლობა უფალს შემოქმედს ყველაფრისა. მადლობა და ქედის მუხრამას, დიდი მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, რა თქმა უნდა,
ჩვენს პროფესიონალ მეგობრებს. დიდი მადლობა თქვენ პატივცემულებო, ჩვენო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. თუ გვესტუმრებით. რა თქმა უნდა და მე მგონი გამეორება აღარ არის საჭირო ხვალინდელი დღის შესახებ. 5 საათზე საკრილი 60. დიახ, ხვალინდელი დღის, არა კონკრეტულად ხვალინდელ დღე გათენდება, საერთოდ ხვალინდელი დღის იმედად გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობა გქონდეთ და გამძლეობა. გაიხარეთ.